ბავშვებო, გამარჯობა, მე ვარ ბეგო. გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ირაკლი. როგორ ხარ ირაკლი? კარგად ვარ შენ? არა ჩვეულებრივად. აუ, ერთი წუთით. ეს ვერთმფრენია? კი. რა მოგორია. გაფრინდება, ჩამოფრინდება, გადაფრინდება, რა მაგარი, აბა, ყვა ჩვენი რას აკეთებს ეს ვერთმფრენი ირაკლი? ესე იგი, ამ ვერთმფრენს აქვს თავისი ესეთი ხმა, რომ დაფრინავს და ისრების დახმარებით ის შეგვიძლია სადაც გვინდა იქ წავიყვანოთ. მიმართულება რომ მივცეთ, ხო ირაკლი? კი. ესე. რა მაგარია. აუ, მე ვფიქრობ ეს თამაში ბავშვებს ძალიან მოეწონებათ. თან მარტივია საკმაოდ გასაკეთებლად. აი, მით უმეტეს თუ მარტივია. რა ვქნათ, აბა, ვაჩვენოთ ბავშვებს. ვაჩვენოთ აუცილებლად. დავიწყოთ. დავიწყოთ. ბავშვებო, ალბათ თქვენ უკვე მიხვდით, ეს კატა ისე არ შეგვიძლია და მოდი წავშალოთ. ვაიმე, ირაკლი არ შეიძლება რომ თავიდანვე არ ჩანდეს ეს კატა. სამწუხაროდ არა. კარგი. ბავშვებო, ეხლა ჩვენ ეს ვერთმფრენი თვითონ სკრეჩმა არ გაგვიმზადა. ამიტომაც ჩვენ ეს ვერთმფრენი უნდა გადმოვიწეროთ. თქვენთან ვიდეოსთან გამოჩნდება ერთი ესეთი ღილაკი მასალა, სადაც იქნება ამ ჩვენი ვერთმფრენის მთლიანი მასალა, ხმაც და თვითონ სპრაიტიც. აი, ისა ბავშვებო, დაარქივირებული იქნება და უნდა გახსნათ. ძალიან მარტივია. კი. ეხლა გადავიდეთ აი ამ სექციაში. ატვირთი სპრაიტი. გადავიდეთ account wrapper-ში და უჩვენოთ ეს. ეს ერთი სპრაიტი აქვს, რომელიც არის. ეხლა ნახეთ, ეს ვერთმფრენი ჩვეულებრივი არ არის, რადგან მას აქვს აი ამ ხელა ანიმაცია, ნახეთ რამდენი კოსტიუმი აქვს. ვა, ეს GIF ფაილია, ხო ირაკლი? კი, GIF-ი. ამიტომაც დაყვა სკრეჩმა ავტომატურად. გასაგებია. ეხლა გადავიდეთ ხმების სექციაში და აუჩვენოთ ხმის ატვირთვა. და გადმოვიწეროთ ეს ხმა. აბა ჩაგვერთე. მოდით ნახოთ. კი. რა მაგარი ხმებია ირაკლი. გადავიდეთ ახლა კოდში და დავიწყოთ პროგრამირება. გადავიდეთ მოვლენების სექციაში და ავირჩიოთ პირველი ბლოკი, როდესაც აჭერ მწვანე დროშას. შემდეგ გადავიდეთ მოძრაობის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. გადადი X 0-ში და Y 0-ში. ეხლა ავირჩიოთ თითქმის ბოლო ესეთი ბლოკი. ბრუნვის წესი მარცხნივ, მარჯვნივ. მარცხნივ და მარჯვნივ? კი. ეხლა ვიახსნი რატომ. ეხლა ავირჩიოთ ეს ბლოკი. მიუთითე 90 გრადუსით მიმართულებით. და აქა გავუკეთოთ ესე -90. -90. და ეხლა მწვანე დროშას რომ დავაჭერ ჩვენი ვერთმფრენი, ესე შემოტრიალდება. მაგრამ ეხლა ბრუნვის წესი მარცხნივ, მარჯვნივს, მაგივრად აქ რომ დამეწერა, უბრალოდ დამერჩია. მაგალითად გარშემო ნახეთ რა გამოვიდოდა. ჩვენი ვერთმფრენი ამოტრიალდა. ვაიმე, არ შეიძლება ვერთმფრენს რაღაც დაემართება. არა, ხო. კიდევ არის ესეთი მეორე, ბრუნვის გარეშე. ანუ საერთოდ არ შეატრიალდება არცად მაშინ. აჰა. ჩვენ ავირჩიოთ პირველი. ხო. აი ესე. ეხლა გადავიდეთ მართვის სექციაში. და ავირჩიოთ ეს ბლოკი, მუდმივად. შემდეგ გადავიდეთ კი არა, ავირჩიოთ ეს ბლოკი, იცადე 1 წამი. და აქ დავუწეროთ ამის მაგივრად 0. შემდეგ გადავიდეთ გარეგნობის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი, მომდევნო კოსტიუმი. ერთი კითხვა მაქვს შენთან. ერთის მაგივრად 0 რო დაუწერეთ, ესე იგი შეყოვნების გარეშე მოხდება. ანუ არ ვიცი რატომ, მაგრამ სკრეჩი ეს თვლის, რომ მაგისთვის 0 წამი სულ პატარა არის რა, ანუ მაინც რაღაცა დრო არის მაგისთვის, სკრეჩისთვის. რაღაცა დრო არის? კი. ანუ ეხლა ნახეთ, თქვათ 0 წამს თუ არ მივუთითებდი აქა. ჩვენი ვერთმფრენი რაღაც ძალიან სწრაფად მოძრაობს. აჰა. და ეხლა თუ ამ ბლოკს ჩავამატებ, რა გამოიცლება? ცოტა უფრო ნელა მოძრაობს. გასაგებია. საინტერესო პროგრამაა სკრეჩი. ეხლა დავაჭიროთ აქა, შეინახე ახლას. და ეხლა გადავიდეთ მოვლენების სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი, როდესაც აჭერ მწვანე დროშას. შემდეგ ავირჩიოთ ეს ბლოკი მართვიდან მუდმივად. და ავირჩიოთ ეს ბლოკი, თუ და მაშინ.
შემდეგ გადავიდეთ სენსორებში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. ღილაკი დაშორება დაჭერილია. და აქ მივუთითოთ ის არის, თქვათ, მარჯვნივ. მარჯვნივ. შემდეგ გადავიდეთ მოძრაობის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. შეცვალე X-ი და აქ მივუთითოთ 8. გავიგე, ესე იგი, მარჯვენა ღილაკს რო დააჭერ, მარჯვნივ რო წავიდეს. აი, უკვე წავა ჩვენი ვერტფრენი ის. გაგებია. ეხლა ეს პატარა კოდი მოდი დავაკოპიროთ 3-ჯერ. 4-ვე მიმართულებით ხო? მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ, გავიგე. აქ მივუთითოთ ეხლა მაგალითად უბრალოდ მარცხნივ და მივუთითოთ აქ შეცვალე X-ი -8. შევერთოთ აქ. შემდეგ ავირჩიოთ ეს ბლოკი. თუ ღილაკი და აქ მივუთითოთ ზევით დაჭერილია, მაშინ ეს ბლოკი ახლა წავშალოთ და ავირჩიოთ ეს. შეცვალე Y-ი და აქ მივუთითოთ 8. აჰა. და კიდე ავირჩიოთ აი ეს ბლოკი ისევ, შეცვალე Y-ი 10-ით. და აქ ახლა დავწეროთ -8. კი. აჰა. ოღონდ აქ ახლა მივუთითოთ ის არის ქვევით. ეს ყველაფერი ახლა შევაერთოთ. ვაი. თან ახლა რა გამოგვივიდა? საინტერესოა. ჩვენი ვერტფრენი ყველგან მოძრაობს, სადაც არ უნდა დავაჭირო. ეხლა ნახეთ. იმისთვის რომ გავაკეთოთ მაგალითად მარცხნივ რომ წავა ეს ვერტფრენი, რომ შემოტრიალდეს. შემოტრიალდეს ხო ძალიან მინდა. ავირჩიოთ ეს ბლოკი. მივუთითე 90 გრადუსით მიმართულებით. 90 გრადუსის მიმართულებით. და აი აქ შევაერთოთ ამ პატარა კოდში, თუ ღილაკი ის არის მარცხნივ დაჭერილი არის. აჰა. მაგრამ ახლა ნახეთ რა პრობლემა იქნება. ჩვენი ვერტფრენი კი შემოტრიალდება, მაგრამ ახლა თუ სადმე სხვაგან წავა, აღარ შემოტრიალდება. ანუ მარჯვნივ. კიდევ ერთი კოდი უნდა დავამატოთ. კოდი არა, ბლოკი. ბლოკი. მივუთითე 90 გრადუსით მიმართულებით, მაგრამ ახლა -90. აჰა. და შევაერთოთ პირველ აი ამ პატარა კოდში. მოდით ნახოთ რა გამოგვივიდა. ჩვენი ვერტფრენი აქ-იქით ტრიალდება. რა მაგარია. მუსიკის ხო მინდა? მუსიკის არა თვითონ ვერტფრენის. ვერტფრენის ხო? მაგრამ მე პირადად უფრო მომწონდა, როდესაც ეს ვერტფრენი არ ტრიალებდა. რატო? რა ვიცი. მე ასე უფრო მომწონს ირაკლი. მოდი რა დავტოვოთ რა. დავტოვებ კი. კარგი. ეხლა გადავიდეთ მოვლენების სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. როდესაც აჭერ მწვანე დროშას. შემდეგ გადავიდეთ მართვის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი მუდმივად. გადავიდეთ ეხლა ხმის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. დაუკარი ხმა დასრულებამდე. მოდით ნახოთ რა გამოგვივიდა. დავაჭიროთ შეინახე ახლას და ვნახოთ. ჩვენს ვერტფრენს აქვს ხმა და სადაც გვინდა იქ წავა. აი ესე. ვა, რა მაგარი, ირაკლი, მე მგონი ეს თამაში არის ყველაზე მარტივი, რაც აქამდე გაკეთებულა. რას ფიქრობ? კატა და ძაღლი? კატა და ხო, აი, კატა და ძაღლის მერე არის ყველაზე მარტივი. ხო მართალი ვარ? ალბათ კი. ძალიან კარგი. ვა, მოდი ახლა დავემშვიდობოთ ჩვენ საყვარელ ბავშვებს. კი, ნახვამდის ბავშვებო. კარგად.